შეიძლება მართლაც ევროპაც გავაოცო ისეთი დემოკრატია შექმნა საქართველოში. Დამი კონკრეტულად ჩემი გამონათქვამი, ან ჩემი პარტიის წევრების გამონათქვამი, რომ ჩვენ დავპირდით და ვერ ვაკეთებთ. მე ვპირდებით, რომ ჩვენი ქვეყანა თავს დაახსებს გაჭირვებას. მე ვპირდებით, რომ ჩვენ შევამცირებთ გაუმართლებლად მაღალ კომუნალურ გადასახადებს. პენსია არანაკლები იქნება, ვიდრე საარსებო მინიმუმია. ხალხი გაკვეთრებულია, არ აქვს რეალური შემოსავალი და შესაბამისად გადასახადები ძალიან ძიმედ ვირთად აწევს დღეს მოსახლეობას. ის რომ ელექტროენერგია დღეს ევროპული საშუალო ფასია და ის რომ სხვა გადასახადების თუ გნებავთ გაზის გადასახადიც ევროპულს უთანაბრდება ლამის, აი ეს არის აბსოლუტური აბსურდი. ესეთი დონის გადასახადები რაც საქართველოში არსებობს, ხვალიდანვე შეიძლება ამის განახევრება. რა თქმა უნდა, სოციალური გადასახადები აუცილებლად შემცირდება ჩვენი მოსვლიდან. ჩვენ დავადგენთ საარსებო მინიმუმის ახალ რეალურ ზღვარს. ცხადია ეს ზღვარი აღარ იქნება დამამცირებელი. პენსია არ იქნება იმაზე ნაკლები, ვიდრე რეალური საარსებო მინიმუმია. ჩვენ გავაორმაგებთ სოციალურ დახმარებას. ანუ მინიმალური პენსია გახდება 220 ლარი. გარდა ამისა, ყველა ის საპენსიო დანამატი, რომელიც გააუქმება ნაცნობრად, ყველა ის საპენსიო დანამატი დაემატება ამ მინიმალურ პენსიას. ანუ ომის ვეტერანობის, სტაჟისა და დამსახურების მიხედვით, ინვალიდობის, მარჯვენა დაკარგულის, ობლობის და ასე შემდეგ. ყველა ეს პენსია დაახლოებით 250-დან 300 ლარი გახდება პენსია. წლის ბოლომდე მე ვფიქრობ, რომ 60-ის ნაცვლად 100 მეტი საწარმო, ახალი საწარმოს დაფინანსება მოხერხდება. სოლარიუმის ურეკელებს არ გესწავლებათ. თუ გახსოვთ, ურეკში უკვე შენდებოდა სოლარიუმი და ვერ მივიდა ის დასასრულს რამდენადაც როდესაც საქართველოს გამოეყოდა იმ პროცესებში, ვის გახსოვს? აბა თუ გახსოვს, სოლარიუმის მშენებლობა უკვე მიდიოდა ურეკში. ეს არ არის ახალი. იქედან მახსოვდა, მე ჩემს ეზოშიც მაქვს აშენებული. თუ ავაშენებთ და ავაშენებთ აუცილებლად სასტუმროებს და ყველა სასტუმროს უნდა ქონდეს სოლარიუმი, ეს მოგცემს საშუალებას, რომ მთელი წლის განმავლობაში ეყოლება ტურისტები ასეთ უნიკალურ ქვიშას, რომელიც არის ურეკის პლაჟებზე. მთელი წელი შეიძლება იყოს ეს დატვირთული. გამარჯვებისთანავე, საარჩევნო ბლოკი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება განახორციელებს პროგრამას ღირსეული დასაქმება ყველას, რაც გულისხმობს ყველა რეგიონში 1000-ზე მეტი საწარმოს გახსნას. მშენებლობა საქართველოში გაცილებით უფრო მასშტაბური გახდება და გაცილებით მეტი ადამიანი დასაქმდება. მაგრამ ეს არ იქნება ისეთი სამუშაო ადგილები, რომლებიც არჩევნების წინ იქმნება და არჩევნების დამთავრებისთანავე უქმდება. ეს იქნება ისეთი მშენებლობა, რომელსაც ყველა ნორმისა და სტანდარტის შესაბამისად კვალიფიციური სპეციალისტები დაგეგმავენ, სადაც დაცული იქნება როგორც მშენებლობის, ისე მშენებლობაზე მომუშავე ყველა ადამიანის საფრთხეობა. აი ახლა ბიძინა ივანიშვილი ჩადებს მილიარდ სოფლის მეურნეობის აღორძინებაში. თითო სოფელს საქართველოში ერგება 5 მილიონი. იქნება ნულოვანი კრედიტები, მრავალწლიანი. თქვენ და ყველას ექნება საშუალება იაფი, ხელმისაწვდომი და ხანგრძლივი ფულის 10 წელი და 10-დან 20 წლამდე არანაკლები 10 წლისა საშუალება იქნება ფულის და ეს იქნება უმეტესწილად უფასო და სადაც იქნება პროცენტი იქნება 1, 2 და მაქსიმუმ 3% იქნება გადასახადი მაქსიმუმ და უმეტესი წილი იქნება ეს იქნება უფასო ფული. ქუთაისში დავაფუძნეთ საუნივერსიტეტო ქალაქს. აღჭურვილის ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და ინფრასტრუქტურით, რომელსაც ისეთი მნიშვნელობა ექნება საქართველოსთვის, როგორც გელათის აკადემიას ჰქონდა დავით აღმაშენებლის დროს. რუსთავის შესაძლოა გახდეს პროფესიული განათლების ცენტრი, სადაც ახალგაზრდები არა მარტო თეორიულ ცოდნას მიიღებენ, არამედ შესაბამის პრაქტიკასაც გაივლიან სხვადასხვა ტიპის საწარმოებში. ახალგაზრდობა, სტუდენტობა, სასწავლო ცენტრები, სახელოსნოები, სტუდიები, ეს გამოაცოცხლებს რუსთავს და ახალ ფუნქციას მიანიჭებს ამ ქალაქს. მე ძალიან დიდი დრო დავხარჯე ამასთან დაკავშირებით და ვაგრძელებთ კვლევას, რომ როგორმე მოვახერხოთ და ეს დიდი პრობლემა ნაწილობრივ მაინც შევუმსუბუქოთ მოსახლეობას და მე მგონი რომ რაღაცას აუცილებლად მივახცევთ. აჭარიდან ვიწყებთ. აჭარაში უახლოეს ერთ კვირაში ალბათ დავასრულებთ მაგ პრობლემას და შემდგომ შესაძლებელი იქნება ეს თელ საქართველოსზე გავავრცელოთ. მე მახსოვს კოალიციის ერთ-ერთ საბჭოზე უეცად გავაკეთე განცხადება და უეცად მოუყევი როგორ მაქვს დათვლილი უკვე რამდენი ფული ჭირდება და რა არის საჭირო იმისთვის რომ თქვენ სახლებში დაბრუნდეთ. ამისთვის საჭირო იქნება დაანგარიშებული მაქვს არანაკლები 4-ისა და არაუმეტეს 6 მილიარდი დოლარისა და ამის შესაძლებლობა არსებობს. ჩვენი პირადი თუ გარედან დახმარებაც იოლი იქნება. ძალიან ბევრი სახლი იქნება ასაშენებელი და რეალურად უნდა აშენდეს არანაკლები 100,000-ზე მეტი სახლისა.
საშუალო ევროპული ტიპის წელიწადი მოვანდობეთ ელიტური ჯიშის კარტოფილის თესლი რომ გამოგვიყვანა და გაისისთვის იმდენი გვაქვს რომ მთელ საქართველოს ეყოფა და დაურიგებთ უფასოდ. ქართულ ოცნებას დაგეგმილი აქვს ააღორწინოს ქართული სოფელი და ამისათვის შექმნას 1 მილიარდიანი ფონდი. ვინაიდან კრიზისი არ არის გეგმა, კრიზისიდან გამოსასვლელი არ გვჭირდება. პრობლემები არის გაცვლით კურსთან დაკავშირებით და ვფიქრობ რომ დროებითი. მეორე წელიწადი იქნება უკვე საგრძნობელი, საგრძნობლად უკეთესი. მესამე იქნება ის რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას უკვე საკუთარ ჯიბესა და საკუთარ ოჯახებზე იგრძნობენ. იმაზე მეც ვაკეთებ და ეს პრეტენზია მაქვს მე. რაც დავბირდით, იმაზე მეც ვაკეთებ და იმაზე მოკლე დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაოცო ისეთი დემოკრატია შექმნა საქართველოში.